ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს მედიასთან კომენტარს, პირდაპირ ეთერში ვრთავთ შალვა პაპუაშვილს. დეტალურად ისაუბრა სტატისტიკაზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანაში გადაიდგა. თქვენ როგორ შეაფასებთ 1 მარტიდან გაზრდება რიგი მიმართულებები მიგრაციასთან დაკავშირებით? უპირველეს ყოვლისა პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, მათ შორის ის პარტიები, რომელიც არიან ALDE-ს და სხვა ასეთი ევროპული გაერთიანების წევრები, გულისხმობ ლელოს და სხვებს, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ტერორისტი ყოლიათ საკუთარ გუნდში, მათ შორის ფაშისტური კამპანიებით არიან დაკავებული და ისეთი ტერმინოლოგიით ჯონგლიორობენ, როგორც არის არაბიზაცია და ასე შემდეგ, რაც თავისი არსით უკვე არის, როგორც ვთქვი, ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ღირებულებითა თუ რასთან გვაქვს საქმე. მარტივი სტატისტიკა, რაც ყველაფერს ფარდა ახადა. საქართველოში 3.900.000 არის ბოლო აღწერით პირველადი მონაცემებით მოსახლეობა, საიდანაც მხოლოდ 250.000 დაახლოებით არის უცხოელი, ანუ 6.9%. საიდანაც ამ 250.000-დან 220.000 არიან ან ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველები, ან უცხოელები პოსტსაბჭოთა სივრციდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან. აი ეს არის რეალობა, რომ 250.000 უცხოელიდან 220.000 ან არის ქართველი უცხოური მოქალაქეობით, ან პოსტსაბჭოთა ამერიკული და ისრაელის მოქალაქეობით. რაც შეეხება წილს იმ ქვეყნებიდან, რომელზეც სამარცხვინოდ აპელირებდნენ პროევროპული, ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალები, როცა მიგრაციაზე საუბრობენ, იქნება ეს ირანი, თურქეთი და ეს სამეზობლო ქვეყნები, სულ არის 0.7% მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. ამითი კიდევ ერთხელ წერტილი დაესვა სპეკულაციებს და ფარდა აეხადა, რომ ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალები საქართველოში ცდილობენ მსგავსი სპეკულაციებით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. თქვენ მაშინაც ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით და თქვით, რომ გერმანიაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტად მოხსენიებული, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი. ეს არის შეცდომა, რომ 2024 წლის მონაცემები არის ალბათ სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე, თუ რაღაცა განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ვიცით, რომ თუნდაც რუსეთის შემთხვევაში მაგალითად ეს მონაცემები გასწორებულია. ამას მარტივად შეუძლია უპასუხოს გერმანიის ელჩმა, რომელიც გვანებიურებს ხოლმე მისი პოლიტიკური განცხადებებით და პოლიტიკური ინტერვიუებით, მათ შორის ბოლო ინტერვიუში ნახეთ ჩვენ, რომ ის თითქოს და საკმაოდ ყალბად ჩემი აღქმით გამოხატავდა წუხილს, რომ ურთიერთობები საქართველოს და გერმანიას შორის არის გაუარესებული და ცდილობდა ამის გადაბრალებას საქართველოს მთავრობისთვის. და კიდევ ერთხელ, აქ მაქვს წამოღებული მარტივი კითხვა არის. ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდიდან აღებული ოფიციალური მონაცემები, ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვს მოკლე ინფორმაცია, ვინ არის პრეზიდენტი, ვინ არის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მოკლე ინფორმაცია ყველა ქვეყანას. საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბრიდან, ანუ არჩევნების შემდეგ არც ერთხელ არ განახლებულა. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულად 6 თვეში ერთხელ ხდება განახლება ამ მონაცემების ნებისმიერი ქვეყნის. და საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია, რომ დაიბარეს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვისთან მივიდა ილია დარჩიაშვილი, ნახა იქ სადმე კაბინეტებში თუ კორიდორში? ეს ხო სამარცხვინო არის, რასაც ხედავთ და რა თქმა უნდა ეს არ არის რომელიმე ვებ ადმინისტრატორის ხარვეზი და შეუძლია გერმანიის ელჩს აქვს დღეს შესაძლებლობა რომ შემისწოროს თუ ესე არ არის. რუსეთი თუ არ ავიწყდება გერმანიის ვებ ადმინისტრატორს, ქვეყანა რომელზეც გერმანიის წინა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალე ბერბოკმა თქვა, რომ ომში არიან რუსეთთან და თუ ომში არიან რუსეთთან, მის მონაცემებს ანახლებენ ან არ ეზარებათ და არ ავიწყდებათ შარშან შემოდგომაზე. სირია ხომ არ ავიწყდებათ და განახლება ხდება. ირანი ხომ არ ავიწყდებათ, მოდიში.
ირანი ხომ არ ავიწყდებათ და ირანზეც რომ აქვს ხოლმე ძალიან ემოციური ფონი. ირანი ხომ არ ავიწყდებათ და მისი განცხადებით და ასე შემდეგ თლიანად არა თუ რეგიონი სოფლიოში ქვეყანა არ ავიწყდება იმ ვებ ადმინისტრატორს მითიურ IT-შნიკს, რომელსაც ვინმე შეიძლება დააბრალოს ეხლა საქართველოს გამოჩ. აი ეს არის ის მდაბიო ქცევა, რომელიც სინამდვილეში აზიანებს ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას შორის. და კიდევ ერთხელ გერმანიის ელჩს საქართველოსთან სულ 3 წლიანი მისია აკავშირებს. მე პირადად და ბევრს ჩვენ გუნდში მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს ჩვენი მათ შორის პროფესიული გამოცდილებიდან თუ განათლებიდან გამომდინარე ურთიერთობა გერმანიასთან და გერმანელ ხალხთან და მისი წუხილი რა მოსატანია იმ წუხილთან რომელიც ჩვენ გვაქვს იმის გამო თუ რა უქნეს ქართულ გერმანულ ურთიერთობას იმ ხელმძღვანელობამ რომელსაც ფაქტობრივად აგურ ნაშენი 30 წლიანი მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას და ხელისუფლებებს შორის ხასუსვა რომელიც გენშერის დროიდან დაიწყო და რეპუტაცია გერმანიისა განსაკუთრებით მაღალი იყო ქართულ საზოგადოებას შორის დღეს როდესაც საზოგადოებას ხვდები ადამიანებს ხვდები დღეს რომ მეკითხებიან რომ რა სჭირს გერმანია რატო იქცევა ასე ქვეყანა რომელმაც პირველი საელჩო გახსნა საქართველოში დღეს მისი ელჩის სახით არის ქართულ ხალხის თვალში ისე რომ თითქოს არის ქვეყანა რომელიც პირველი უთხრის ძილს ქართულ დემოკრატიას. ამას გვეკითხება ჩვენი მოსახლეობა ადამიანები რომ რა სჭირს, რა ემართება, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას. ასე რომ გასცემ პასუხი ქართულ ხალხს ამასთან დაკავშირებით და რაც თქმა გვაინტერესებს. მაშინ ის IT-შნიკი მაინც გაგვაცნო შეიძლება ქართული IT-შნიკია ვინმე ნაცი და ამიტომ ცდილობს რომ დააზიანოს საქართველოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ამაზე მე პირადად პასუხს ველი რასთან გვაქვს საქმე. გიგაური ფიჩერის შეხვედრას გკითხავთ აქ გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარული შეხვედრა მათი გამოსვლილი გიგაური ჩვენ შეკითხვებს არ პასუხობს ჩვენს მიწერილ მეილზეც თუმც გერმანიის საელჩო რაზე შეიძლება ქონოდა მათ საუბარი და როგორ შეაფასებთ ამ ფარულ შეხვედრას შემდეგ მე ვკითხავ მე როგორც მივხვდი ეს იყო შეხვდნენ ბინაში და არა საელჩოში და იყო პირადი ხასიათის შეხვედრა ალბათ მეგობრობებს სხვა მე არ ვიცი რა უნდა დასკვნა გამოიტანო აქედან ერთადერთი რაც ვნახე და ამაზეც მინდა ხაზი გავსვა ვნახეთ ქალბატონი გიგაურის ზიზღი აი ეს ევროპული ზიზღი რომელიც მისგან მოდის ჟურნალისტთა მიმართებით რომ რუსული ტელევიზია რუსული და ეს ზიზღი რომელიც გადმოდიოდა არ ვიცი რაზე ქონდა საელჩოს საუბარი ასეთი ზიზღი დამუხტული როგორ გამოვიდა გერმანიის ელჩისგან შეხვედრიდან რომ ასეთი სიძულვილი ასეთი ზიზღი აჩვენა და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა ფინანსდება ევროკომისიის მიერ ასე რომ ამ ყველაფერში 1 მილიონი არის გადახდილი როგორც მათივე ინფორმაციით ვიცით ამ ზიზღში და სიძულვაში 1 მილიონია გადახდილი ასე რომ როგორც ჩანს გამომუშავება ხდება ამ თანხის ბრიტანეთის მინისტრთან დაკავშირებით ბრიტანეთის საკითხებში დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი ამბობს რომ კაცრი ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უცხოური ფული არჩევნებში ვერ ჩაერევაო მაშინ როცა ბრიტანეთის მხრიდან ჩვენ გვესმის კრიტიკა ყოველთვის მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ განმეორდა როგორ შეაფასებთ ხო აი გავაანალიზოთ შემთხვევა რა შემთხვევებს ეხება მაგალითად ჩვენ ახლა რომ მოვინდომოთ საქართველოს ხელისუფლებამ და ბრიტანეთში მოვინდომოთ და დავაფინანსოთ ბრიტანული რომელიმე რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი აი ჩვენ რომ დავაფინანსოთ აი ეს ადამიანი გვეუბნება რომ ჩვენ კაცად დაგვჯიან დევნიან ფულს არ დაგვახარჯინებენ. აი ეს არის ის წესი, რომელსაც იღებენ. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის ელჩმა გამოთქვა გაკვირვება და შეშფოთება იმის გამო, რომ არ მიეცა შესაძლებლობა მას ბრიტანეთის საელჩოს დაეფინანსებინა რადიკალური ოპოზიციის პარტიული კედლის გაზეთი ტაბულა. ტაბულა, რომელიც ყველა, რა ვიცი, ბავშვმაც კი იცის, ასე ვთქვათ, რომ ტაბულა არის პარტიული კედლის გაზეთი, ჩვეულებრივ კედლის გაზეთი რასაც ქვია, ეს არ არის რაღაცა აფილირებული მედია ან სხვა რაღაცა კონტაქტში მყოფი ან ასე შემდეგ, ეს არის ჩვეულებრივ პარტიული კედლის გაზეთი და ბრიტანეთის ელჩი ცდილობდა დაეფინანსებინა რადიკალების პარტიული კედლის გაზეთი.
და დღეს ახლა ვიგებთ ბრიტანეთისგან, რომ იგივე ქმედება ახლა ჩვენ რომ განვახორციელოთ ბრიტანეთში. ჩვენ სასტიკად უნდა დაგვსაჯონ და ამის შესაძლებლობა არ მოგცემ. ეს ხომ ერთადერთ რამეს საჩვენებს. ჩვენ გვიყურებენ როგორც მეორე ხარისხოვან ადამიანებს და ხალხს და ქვეყანას. რომ ის იუპიტერები, რომლებიც საკუთარი თავი წარმოუდგენიათ, რომ მათთან არ უნდა მოხდეს, მათთან არავინ არ უნდა ჩაერიოს, ბრიტანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ქართველებს თურმე არ გვაქვს უფლება, აღმოჩნდა, რომ ბრიტანელ ხალხს მივეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში. და რატომ არ გვაქვს უფლება? რა იყო, არ შეიძლება ჩვენგან რამე ისწავლონ და ჩვენ დავაფინანსოთ ბრიტანეთში პოლიტიკური აქტივობები, რა ხდება, ქართულ ფულს რაიმე მანკი აქვს თუ რაიმე წუნი აქვს. მაგრამ პირიქით ჩვენ გონი ვართ ხარები, აქ უნდა თურმე ფული ხარჯონ და ხმაც არ უნდა ამოვიღოთ. პრობლემა ის თან თავარი მთელი უტიფრობა ამ ყველაფრის ის არის, რომ ერთია რომ ფულს ხარჯავს. ამაზე შენიშვნა უთხრა, კითხვა რომ დაუსვა რა თუ შენიშვნა. შეიცხადებენ და თავ შეურაცხყოფილად გძნობენ, როგორც გუშინ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა, რომელიც იმყოფებოდა საგარეო სამინისტროში, როგორ თუ კითხვებს სვავს ქართველი ხალხი, რომ რაში ხარჯავთ ფულს და როგორ თუ ქართველი ხალხი ცოტა იშმუშინება, როცა გაიგებს, რომ პოლიტიკაში იხარჯება დანიელების ფული, რომელსაც არაფერი არ ისაქმება საერთოდ ქართულ პოლიტიკაში, რა იცის დანიამ საერთოდ ვინ ვართ, იციან? დანიის მოსახლეობამ რა აიღოს, რუკა გაიგებს, სად არის საქართველო საერთოდ. ასე რომ ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ იმ ფარისეულობას, რომელიც ყოველთვის იყო, ყოველთვის უბრალოდ კარგად იფუთებოდა და დღეს ვეღარ იფუთება. მათ შორის ვერ იფუთება, იმიტომ რომ ჩვენ ვამხილეთ ბევრჯერ და თქვი მე და გავიმეორებ კიდევ, ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი. მართალი სიტყვა არის ჩვენი მთავარი იარაღი, რისაც ეშინიათ, ამიტომ ვცდილობენ ჩვენს დასჯას, ჩვენს დევნას, რომ გაგვაჩუმონ. ერთადერთი, რასაც ემსახურება ეს ყველა რეზოლუცია, განცხადება, ვიზის შეზღუდვა და ასე შემდეგ, თავარი მიზანი არის როგორმე გაგვაჩუმონ, იმიტომ რასაც ჩვენ ვიტყვით ხოლმე, შემდეგ ამ სიმართლეს უკვე ვეღარ იჭერენ და საბოლოო ჯამში სკდება ეს საკითხები, როგორც USAID-ის ამბავი გასკდა, როგორც სხვა საკითხები, რაზეც საუბრობდით, Deep State იქნება თუ სხვა საკითხები, ყველაფერი გაუსკდათ და ნაღმივით აუფეთქდათ ხელში, ამიტომ უნდა თუ გაგვაჩუმონ. რა ვქნათ, ერთი პატარა ქვეყანა ვართ 3.9 მილიონი მოსახლეობით, არ გვაქვს ბირთვული შეიარაღება და ეკონომიკური ინსტრუმენტები სხვაზე ზემოქმედების, მაგრამ ჩვენი სიტყვა აღმოჩნდა, რომ ის ქართული სიტყვა და უფრო ძლიერი არის ზოგჯერ სხვა ინსტრუმენტს. ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით კითხავ, სწორედ ამ კონტექსტში იქ რა გზავნილებიც იყო დაფინანსების ნაწილთან მიმართებაში თქვენ მოისმენთ, ამიტომ კითხავთ პირდაპირ თქვენს პოზიციას, რას ითხოვდნენ ამ შემთხვევაში საქართველოსგან და ითხოვდნენ თუ არა ამ დაფინანსებას, რაზეც თავად საუბრობთ. ხო, უბრალოდ სკოლისგან ნახეთ ხომ, ესე იგი ისეთი ხდომა იყო, რომელსაც ჯო ვილსონიც კი არ დაესწრო. არათუ სხვა კონგრესმენები, არავინ არც ერთ კონგრესმენი არ დაესწრო და ჯო ვილსონიც რო არ დაესწრება, მე მგონი გასაგებია საერთოდ რასთან ქონდა საქმე. ჩვენ ნახეთ, რომ ოლესა ვართანიანი, ბახტი ნიშანოვი ერთმანეთში ჭორაობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. აი ეს არის საერთო ჯამში და რაც თავარია შინაარსიც ხომ მნიშვნელოვანია, როგორ ითხოვდნენ ჩარევას ქართულ შიდა საქმეებში. პირდაპირ ეს ადამიანები ითხოვდნენ ჩარევას ქართულ შიდა საქმეებში. რაც შეეხება ქალბატონ თორტოს, რომ წამლად ერთი ამერიკელიც იქ იყო შეხვედრაზე, ქალბატონ თორტოს მან პირდაპირ მეორე ადამიანია მარტაკოსის შემდეგ, რომელსაც პირდაპირ აღიარა, რომ არსებობს არალეგალური შავი სქემები საქართველოში ფულის შემოტანის და მან ეს აღიარა, თქვა, რომ ეს სქემები არსებობს და დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, გასაგებია თავი შეიკავა, იმიტომ რომ უნდა სისხლისამართლის დანაშაული ემხილებინა, იმიტომ რომ ყველა ეს სქემა არის დანაშაულებრივი სქემა, ვინაიდან მისი ამოცანა არის გვერდი აუაროს ქართულ კანონმდებლობას. სწორედ ეს ასაბუთებს კიდევ ერთხელ იმ ცვლილებას, რომელიც გუშინ ევროკავშირის ელჩმა შეიცხადა. ასე კითხვები ჩვენ არ დაგვისვას ბატონმა ჰერჩინსკიმ. კითხვები დაუსვას ქალბატონ კოს, მის უფროსს, რომელიც თქვა, რომ გზებს ეძებენ, რომ გვერდი აუარონ ქართულ კანონს და ფული მისცენ მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს ქართული ხალხის
ყურადღების მიღმა, ისე რომ არ კითხონ ქართულ ხალხს. ასე რომ კითხვები ჩვენთან ნუ ექნება ბატონ ჰერჩინსკის თავის უფროს კითხოს. თვითონ თუ არ არის გარკვეული საქმეში, თავის უფროს კითხოს, რა სქემები აქვს, რა სქემებს ალაგებენ ასეთს, რომ გვერდი ავარონ ქართულ კანონებს. და ასევე კითხოს ქალბატონ თორტონს, რომელსაც უკვე აღიარო ეს სქემები არსებობს და ნამდვილად ვიცით რომ არსებობს. მე თქვი კიდევაც და გავიმეორებ, ხა მართლა ხანდახან მართლა კიდევ ერთხელ მიგვირს, ხო? ვიტყვი კიდევ ერთხელ, თავად უყვართ ხოლმე უცხოელების თქმა, რომ საქართველოს პატარა, როგორ შეჭიდული ხართ, ყველა სიცნობს და ვერაც ცნობილი რომ მართლა ყველა სიცნობს და არაფერი არ იმალება. ის სქემები, რომელსაც ალაგებენ და მხოლოდ ერთ სქემაზე ვიტყვი, სხვა სქემებიც არის, მაგრამ ყველაზე მარტივი სქემა, რომელიც აირჩიეს, რომ ნაცვლად იმისა ფონდებმა, უცხოურმა ფონდებმა და დონორებმა და ტერმინოლოგიურადაც ამას ხაზს უსვამ, რომ ნაცვლად იმისა, რომ მისცენ გრანტი ორგანიზაციას, რისთვისაც მათ თანხმობა ჭირდებოდათ, ანუ იმისთვის, რომ არ მივიდნენ და ქართულ ხალხს არ კითხონ და გრანტში არ მოაქციონ, დაიწყეს ამ ორგანიზაციისთვის არა ერთბაშად ფულის მიცემა, არამედ მისი თანამშრომლების დაქირავება ხელშეკრულებით და ჩარიცხვა პირდაპირ თანამშრომლებისთვის სასეკე ფულით. ეხლა კიდე ერთხელ ეხლა 2-3 წლით ჩამოსული გადამთიელი რო ფიქრობს რომ ჩვენ ეხლა ჭკვაში მოგვატყუებს ქართველებს რა გადახედოთ ჩვენ ისტორია წაიკითხონ ხო გაერკვნენ საერთოდ რასთან აქვს საქმე და ვისთან აქვს საქმე ბოლო რა ეხლა მართლა შტერები ხო არ ვართ აქ ამიტომ კიდე ერთხელ საკუთარ თავს კითხონ ყველა ის ცვლილება რატომ გახდა საჭირო რომელსაც ჩვენ ვიხებთ იმიტომ გახდა საჭირო რომ ევროკავშირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას მარტა კოსისვე აღიარებით ცდილობს მის გვერდის შემოვლას ლორა თორნტონის აღიარებით აქვს სქემები დალაგებული ჩვენ ნახეთ რომ ევროკავშირის წევრ ესტონეთში არის ყალბი ორგანიზაციების რეგისტრაციის სისტემა აწყობილი და რისთვის არის აწყობილი თქვენ რაგონ ხო ნახეთ ხო იქ ნიფ-ნიფის და ნუფ-ნუფის სახლში რო არის შენობაში რა რეგისტრირებული საერთაშორისო გამჭვირვალობა და კიდე 20 ორგანიზაცია ერთმანეთზეც ხედან ეთყობა იმ ოფისში. რა გონიათ ხა ესტონეთში მუშაობენ თუ რასაკეთებენ. ეს ყველაფერი არის სქემა ძალიან მყარი კრიმინალური ენერგიით ამის უკან, ამას ხო უნდა მოფიქრება დაგეგმა ვიღაცა სახო დაჯდა NGO-შნიკი და რომელიღაცა ელჩი თუ დონორი თუ ვიღაცა და მოიფიქრეს მოდი ახლა ჩვენ ჩუმად სადღაცას დავარეგისტრიროთ მე იქ ჩაგერიცხავ შენ შემდეგ კრიპტოვალუტით გადმორიცხავ ასეთი კრიმინალური ენერგიით აქ უკვე აღარ არის საუბარი ჩარევა და არ ჩარევაზე ხო ამას უკან დგას ჩვეულებრივი კრიმინალური ენერგია მოიფიქრო სქემები როგორ დაარღვიო კანონი აი ბაჩიაშვილს თუ შეედრებიან ეს ადამიანები საკუთარი კრიმინალური ენერგიით, რომელიც იმას ფიქრობდა, რომ ეხა მანქანაში საბარგულში ჩავამონტაჟო ადგილი, როგორ შევძრე საბარგულში, როგორ დავიმალო, როგორ გადავიდე და ასე შემდეგ. ასე რომ კიდე ერთხელ ყველა ეს ჩვენ თქვით ცალსახად. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლების მანდატი, რომ საქართველოში უცხოური ფული პოლიტიკაში დაიხარჯოს მხოლოდ ქართველი ხალხის თანხმობით. ეს არის მანდატი, რომელიც ჩვენ მოგვცა ჩვენმა ამორჩევლმა არჩევნებს. და ეს არის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ამ კანონმდებლობით. შესაბამისად, არ იქნება დამორჩილება იმ წესებს, რომელიც არის. იქნება ცვლილებები, რომელიც ყველა იმ შავ ხრელს თუ გასაძრომს ამოქოლავს, რომელსაც ასე დაბეჭდებით ეძებს ქალბატონი კოსი რაც სირცხვილია რომ ევროკომისია არის თან ამას არ ვიცი ალბათ თავისი კიდევ ერთხელ ეს არის ის არაკვალიფიცირება რომელსაც აჩენს საბოლოო ჯამში კომისია საკუთარი არაკვალიფიცირებით წამოწდა ეს ყველაფერი რომ თურმე აქ გადაგვიარეს ქართველებს აღარ ჩვენი კანონი აინტერესებთ არაფერი და როგორ აუვაროთ გვერდი ქართულ კანონმდებლობას კითხავთ ილიას უნივერსიტეტთან დაკავშირებით კითხავთ მათ მოთხოვნა რომ შეხვდეთ თქვენთან ერთად გაიარონ ეს საკითხები ერთი ნაწილი ეს მეორე ნაწილი თვითონ რატომ იღებთ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტთან მიმართებაში საუბარია თქვენი ოპონენტების მხრიდან რომ ახლა დასჯა ხდება ამ უნივერსიტეტის და თითქოს ნაცმოძრაობის რაღაც გაერთიანებას წარმოადგენენ და მეორე მხრივ კვოტებთან დაკავშირებითაც რომ გითხრათ თქვენი პოზიცია იმიტომ რომ აქაც ისმის კრიტიკა და ამბობენ განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებს გავსის სისტემა არ არსებობს არსად და აქაც არ გაამართლებს. პირველ რიგში რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს
მე მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქოლმაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დავფიქრდებოდი რასთან გვაქვს საქმე, თუ კი იქ ვინმე არის გულწრფელი. და თუ კი ეხა ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, გასაგებია მაშინ რასთანაც გვაქვს საქმე. რაც შეეხება გუშინ გაცხადებულ საკითხებს. რა არის ამაში ახალი? არაფერი ახალი ხომ არ არის. ჯერ კიდევ შარშან გამოქვეყნდა კონცეფცია, რომელზეც მუშაობდა სამთავრობო კომისია. კონცეფცია, რომელიცშიც დასახელდა 7 გამოწვევა უმაღლესი განათლების წინაშე. არ არსებობს არც ერთი ადამიანი, არც ერთ უნივერსიტეტში, არც ერთ სასწავლებელში და არც ერთ საექსპერტო წრეში, რომელსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რომ არსებობს ეს 7 პრობლემა. მათ შორის არის ხარისხი განათლების, ინსტიტუციური მოწყობა განათლების და ასე შემდეგ. 7 პრობლემაზე ყველა დათანხმდა. რომ კი, ეს პრობლემა არის. ანუ ჩვენ პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა გვაქვს. ეს უნდა გავაცნობიეროთ. ეხლა რომ არის ისე ცდილობა წარმოადგინოთ, თითქოს რაღაც ყველაფერი კარგად არის. არის პრობლემები უმაღლეს განათლებაში. ეხლა ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებსაც შეეხება, ამაზეც უკვე რამდენიმე თვის წინ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და მათ შორის ისაუბრა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპზე. რაც იმდენად ლოგიკური და სწორია, რომ სინამდვილეში სუბიექტური დაინტერესება თუ არა აქვს რომელიღაცა ფაკულტეტის დეკანს, არ ვიცი, ან ფაკულტეტის თანამშრომელს, რთული ამას ვინმე შეეწინააღმდეგება, არც არავინ არ ეწინააღმდეგება, ხომ? ჩვენ ვნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომელიც მიესალმება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც ამას მიესალმება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც მიესალმება, რეგიონული და სხვა ყველა მიესალმება. ყველა მიესალმება ამ პრინციპს. შესაბამისად, ამ პრინციპის მიხედვით მოხდა ადგილების გამოცხადება სხვადასხვა უნივერსიტეტში ყველას და ისეც ითქვა ტრადიციული პროფილის აღდგენა და თქვენ ნახეთ მათ შორის ტექნიკური და მე მგონი ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ხრივ ყველაზე მოგებულ მდგომარეობაში არის და ყველამ კარგად დაინახა ახლა უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში როგორც აკადემიურმა პერსონალმა ისევე სტუდენტებმა რომ ტექნიკურ პროფესიებზე გაზრდილი არის რაოდენობა მისაღები კონტინგენტის და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების განზრახვას რომ ტექნიკური მიმართულებით სადაც ჩვენ დეფიციტი გვაქვს პროფესიონალების და პროფესიის წარმომადგენლების ტექნიკური მიმართულებები იქნება პრიორიტეტულად მიხედვილი და ამ ხრივ ტექნიკურ უნივერსიტეტს ექნება განსაკუთრებული მხარდაჭერა. შესაბამისად, სხვა უნივერსიტეტებში ასე რომ, რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი ნახეთ. აი, ხებსაც ვიწყე. არსად არ მივდივარ, აქ ვარ, კარგად. დაკავშირებით მინდა რომ კითხოთ. მოვალ თქვენ. ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, რომ მას შეხვედრა ჰქონდა თუსი გაბარდთან და ელოდება დამატებით განმარტებებს ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის თვალსაზრისითაც, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზიტი და რას ნიშნავს ოპოზიციის სპეკულაცია. ეგეთით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩომაც გააკეთა განცხადება ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ის რის თქმაც იყო საჭირო ყველაფერი ითქვა, მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ოფიციალურ პირებთან ამერიკაში, მის კოლეგებთან. ეს არის რაც ითქვა როგორც ჩვენ უსაფრთხოების სამსახურისგან, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისგან. სპეკულაცია ახლა გასაგები მათი სპეკულაციები რო ექნებათ ყველაფერთან დაკავშირებით გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის თავარი არის ის რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიღებთ როგორც პოზიტიურ სიგნალს იმისთვის რომ შევინარჩუნოთ იმედი რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. ჩვენ სულ რამდენიმე დღის შუალედში ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის კომუნიკაცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ისე როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი მის კოლეგებთან. ასე რომ ეს დინამიკა ჩვენ გვიტოვებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. ფასების კომისიაზე თუ შეიძლება რა გამოშვება მოვალ, აი შემდეგი თქვენ. პირდაპირ ჩამთით და
დაკავშირებით. გითხოთ ფასების კომისიის ნაწილში ვიცით რომ აპირებენ რომ მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია რომელიც კომისიის პარალელურად იმუშავებს რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით გითხრათ და რა შეგიძლიათ გითხრათ უშუალოდ კომისიის პარლამენტის ჩართულობას. დიახ, დროებითან კომისია მომართა და პარლამენტი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპანიის თანხმოვანების დადებას იმისთვის, რომ მოხდეს პროფესიული ანალიზი ფასწარმოქმნის ჯაჭვისა, ასევე იმ ასე თქვა სტრუქტურებისა, რომელიც ჩართული არის ფასების ჩამოყალიბებაში. ეს მნიშვნელოვანია მათ შორის იმის გამო, თქვენ ისმენთ, რომ არის კომპლექსური საკითხები და არსებობს საერთაშორისო ფირმები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, აუდიტორული ფირმები, რომლებიც თავარი სპეციალობა, სპეციალიზაცია სწორედ ეს წარმოადგენს, რომ შეისწავლონ სხვადასხვა პროცესები კომპანიებში, შეისწავლონ ფასწარმოქმნის საკითხები და ამაზე კვალიფიციური პროფესიონალი დასკვნა დადონ. ასე რომ ეს პარალელურად არის იგულისხმება, რომ კომისიას დაეხმაროს მისი პროფესიული ექსპერტული მოსაზრებით. ასე რომ ჩვენ მოვიძიებთ შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც მიეხმარება კომისიას. ეს ჩვეული პრაქტიკა არის, რომ კომისია იხმარს ექსპერტებს სხვადასხვა მიმართულებით, ასე რომ ესეც ექსპერტული დახმარება იქნება. მათ შორის იმისთვის, რომ ყველამ ნახოს, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ მოქმედებს პარლამენტი, არამედ ეყრდნობა პროფესიულ მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ავტომობილებთან დაკავშირებით